აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძემ კამანში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან თბილისის სილორის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარმა კამანში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატივი მივაგეთ კამანის ტრაგედიის გმირებს, რომლებმაც მაგალითი მისცეს ჩვენს თაობას მთელ საქართველოს. ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, ეს არის ნდობის აღდგენა და შერიგება, ეს არის უპირველესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ჩვენი საქართველოს გამო, ჩვენი ქვეყნის გამო თავი გაწირეს, ის იდეა იქნება აღსრულებული. საკმაოდ ბევრი თარიღები აქვს ჩვენ უახლოეს ისტორიაში, სადაც სამაგალითო გმირების მოწმეები ვყოფილ ვარ და სამაგალითო და ძლიერი ბრძოლების გადამტანები ჩვენი ქვეყანაში. ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი იყო კამანში. დიდება გმირებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის და თავისუფლებისათვის იბრძვის და იბრძოლა და შესწირა თავის თავი.